დღემშვიდობისა ძვირფასო მაყურებელო, მოგესალმებით თბილისი. მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი მუზა. დღეს აქ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და კარგი საბავშვო კონკურსი ტარდება. სხვადასხვა საბავშვო კონკურსების დეფიციტს საქართველოს არ განიცდის, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში უამრავი ხარისხიანად მომღერალი პატარა ყავს. დუეტები, სოლო მომღერლები, ტრიო და ასე შემდეგ. დღეს აქ მუზას ცენტრში იქნება ესეთი 25 წლიანი ისტორიის მქონე საბავშვო კონკურსის რამდენიმე ეტაპი, რამდენადაც მე ვიცი, 3 ეტაპიანია კონკურსი, ამაზე თავად ღონისძიების ორგანიზატორი და ფესტივალ ხიარული ნოტების დამაარსებელი ქავტონი ცაიაყიფიანი მომიყვება მერე. ჩემი მოლოდინი ძალიან დიდია, იმიტომ რომ ხედავ ძალიან კარგ, ბევრ სოლისტს, რომლებიც დიდი ალბათობით თავის ნიჭს კიდევ ერთხელ გამოავლენენ ამ კონკურსში. ჩვენ ტელეკომპანია სტუმარია, დღეს მხიარული ნოტების 25 წელი ცოტა არ არის და მე მიყვარს თარიღები და ისტორია, როცა აქვს ამ ყველაფერს და ერთად პატარა სიუჟეტი შემოგთავაზებთ დღევანდელი ღონისძიებიდან და რა თქმა უნდა ეს ზუსტად უნდა იცოდეს ყველამ, რომ ყოველთვის ყველა გამარჯვებული ვერ იქნება და ამასაც ეჩვევიან ფსიქოლოგიურად ბავშვები, რომ ზოგჯერ პირობითად დამარცხება შეიძლება იყოს მომავალი ახალი წარმატების გარანტია. სამწუხაროდ ტელეკომპანია ვარსკვლავები ყველას ნამღერს ვერ შემოგთავაზებთ, რამდენიმე კაცს ავკრებთ, რამდენიმე ბავშვის ნამღერს წარმოვადგენთ, შემდეგ ჟიურისაც გავესაუბრებით და ტრადიციულად ვეცდები, რომ კიდევ ერთხელ დაგანახოთ ის ზოგადი სიტუაცია, რაც საქართველოში ამხრივ სუფევს საბავშვო სტუდიების, ვოკალური სტუდიების, აი ეს უდიდესი ხარისხიანი შეფუთვა, რასაც პედაგოგები ახორციელებენ და დიდი მადლობა ამისთვის ყველა სტუდიის მონაწილე პედაგოგს. Რაღაც დამჩენია, ახლა მე ქავტონ ცაიაყიფიანს მოვძებნი, მას გავესაუბრები და შემდეგ უკვე შევიდეთ და რამდენიმე პატარა კადრი ავკრიფოთ დღევანდელი კონკურსიდან, რასაც ჩვენ ტელემაყურებელი იხილავს ტელეკომპანია ვარსკვლავების ეთერში. ეს ჩატარდება ჩვენი მხიარული ნოტები, რომელიც უკვე 25 წელიწადია ტარდება და ძალიან სხვათაშორის წარმატებულად ტარდება სულ ყოველთვის. ძალიან კარგი ბავშვები მყავს ყოველ წელიწადს და ეხლაც ისე ველოდები ამ ნაკადს. მგონია რომ წელსაც ისეთი კარგი გამორჩეული და განსაკუთრებული ბავშვები იქნებიან. რა ვიცი, ყველა ხელს გვიწყობს და რამდენი ეტაპიანი კონკურსი იქნება? ეს არის, ესე იგი, გვაქვს დაყოფილი 3 ეტაპად: უმცროსი, საშუალო და უფროსი ასაკი. და მერე ბოლოს ანსამბლები. დაუშვი დუეტი, ტრიო, კვარტეტი და ანსამბლები. ეს გვაქვს და პირველი მას ველოდები ახლა დაწყება უნდა დავიწყოთ და მე მგონია რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ქავტონ ცაი, რა სიმსახურება ზოგადად და რა შედეგი მოაქვს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, აი ხიარულ ნოტებზე ვიყავ. კი, აი ჩვენ ასე ვაბდრო გვინდა აღმოვაჩინოთ და კარგი ბავშვები და სხვათაშორის აი ამ ბავშვებს, ვინცაც წარმატებები აქვს ჩვენ კონკურსში, ვაჯილდოთ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები საზღვარგარეთ ევროპასთან, მაგალითად ჩეხეთის კონკურსთან გვაქვს, ეხლა ესპანეთის კონკურსთან მაქვს, ეხლა არის თურქეთიდან კიდე შემოთავაზება და დუბაიდან. და აი ამ ბავშვებს ყველას დავასაჩუქრებთ ჩვენ უკვე, ეს არის ჩვენი ის, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი საქართველოს და ეს ბავშვები სოფლიოს წინაშე წარმატებულად. ჟიურის როლი ყოველთვის ჟიური ყავს შერჩეული ისე რომ ჟიურიში არის ყოველთვის მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, მსახიობი, აუცილებლად ხალხური და ის რა თქმა უნდა რომ ყველა ერთად აფასებენ შესანიშნავი ჟიური ყავს სხვათა შორის. წელს განსაკუთრებით. დღემშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო, პირველ რიგში აი ამ არაჩვეულებრივ საზოგადოებას ბავშვებიდან ვიწყებ, რა თქმა უნდა, მე მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტიანსკა. შემოგიყვეთ. ახლა ბრწყინვალე შვიდეულია. ხვალ სრულდება ბრწყინვალე შვიდეული და რა დიდი ბედნიერებაა, როდესაც ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში გიწევთ ასეთ ლამაზ გარემოში, ასეთ შესანიშნავ კონკურსში, რომელსაც მხიარული ბგერებით გვინოტები ქვია მონაწილეობის მიღება. სწორედ აი ასეთი ლამაზი ბავშვები უნდა იყოთ ყოველთვის მხიარულები, უნდა იყოთ ბედნიერები, დააშენოთ ის საქართველო, რომლის გარეშე ჩვენი არსებობა არ შეიძლება.
ჩვენი არაჩვეულებრივი კონკურსის სულის ჩამდგმელი და მისი დამაარსებელი და წელს სხვათა შორის გეტყვით საიდუმლოდ რომ არის წელი, რომელსაც საიუბილეო წელი ქვია, გახლავთ თავადად შესანიშნავი მუსიკოსი და პიანისტი ხალბატონი საია ყიფიანი. მოდით მივესალმოთ ხალბატონ საიას. დიდ ფრანკს ნაპოლეონს აქვს დათქვამი ასეთი სიტყვები. საიას არ მიდიხარ შეზელაპარაკობ, ქალაქის აღება ადვილია და შენარჩუნებია კი ძალიან ძნელიო. საია დაარსა და შეინარჩუნა ამდენი ხნის განმავლობაში ასე ლამაზად, ასე კარგად, ასე საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანით ეს კონკურსი, რითაც ხელს უწყობს ქართული კულტურის განვითარებას. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თქვენ და ვიცი რომ ეს არ იქნება გზაგასაყარი, კიდევ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ეს კონკურსი შედგება ასეთი არაჩვეულებრივი ჟიურით, რომელზეც მინდა ახლა გადავიდე. რა თქმა უნდა, შენ უცვლელი თავმჯდომარე ხარ ჟიურის და დამფუძნებელი, ახლა კი მინდა ჟიურის წევრები წარმოგიდგინოთ. ჩემთვის ერთ-ერთი გენიალური მუსიკოსი, რომლის ფანტაზიას და შესრულებასაც საზღვარი არ გააჩნია და თითოეულმა თქვენგანმა იცით, რომ რა დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჟიურიში შეიძლება რომ იჯდეს ლევან ჩხაიძე. არა მხოლოდ მე-20, არამედ 21 საუკუნის სოფლიო დონის კომპოზიტორი, როდესაც უსმენ, ფიქრობ, რომ რა ბედნიერებაა, რომ საქართველოს ხავს ასეთი ადამიანი, ჯუმბერ ამანათაშვილი. ხალბატონი, რომელმაც ქართულ თეატრალურ სამყაროში თავისი კვალი დატოვა, შექმნა გარკვეული ეპოქა და რა თქმა უნდა კიდევ მრავალი ათეული წელი ასე ლამაზად იკაშკაჩებს საქართველოს ცაზე. ხალბატონი თამარ მაყაშვილი. მუსიკოსი, ფოლკლორისტი, არა მხოლოდ კონსერვატორია დამთავრებული, არამედ ქართულ ფოლკლორში, გურიასა და სამეგრელოში, სწორედ ძირითად საგალობლებზე შექმნილი წიგნების ავტორი ხალბატონი თამთა ყიფიანი. ადამიანი, რომელიც დაარსების პირველი დღიდან, ჯერ კიდევ როდესაც არა მხოლოდ კონკურსი, არამედ ფორტუნა 97 არსებობდა, არის ერთგული თანამებრძოლი. ხალბატონი საია ყიფიანის გახავთ მუდმივი მისი სცენარების ავტორი თუ რეჟისორი და მუდმივი წარმომადგენელი და აი იმ გემოვნების მეტი, რითაც ხდება ამ ყველაფრის გაკეთება, ხალბატონი მარინა ცხაკაია. თქვენი მონამორჩილი ნანა ძინძაძე.
იმედის ღირებს არჩევს სიმღერას ვიმღერებ რამდენს ბედნიერებით სავსეს ღიმილი ჩემია შენია ჩვენია всеო გავითარდე დღეო რა ლამაზი ხარ მსეო ამოდი ანათე მიყვარხარ მსეო გავითარდე დღეო რა ლამაზი ხარ მსეო ამოდი ანათე Πατατίνα τσέντα, πατατίνα ρου, να τροχούτσι βέλα, θόκι αμός, μόκι βαρισάχι, σαψέ τον βაში, κάισε πάμε και που χαρετაში, πουλί να φέρει σασέα, χαμίνι μύρι σασέα. ესე იგი დავასრულეთ პირველი ეტაპი უმცროსი ასაკის და როგორც ყოველთვის ჩვენი რაც მიდის ბავშვები არიან არნახულად კარგი, ყველა არის ერთმანეთზე უფრო ნიჭიერი. შეძლებს დაგვარად ვაფასებთ მე მგონი კომპეტენტურად და გაგრძელებას ვერით კიდევ უფრო უკეთეს. ესე იგი დაასრულდა პირველი ეტაპი მეგობრებო მოგესალმებით პირველ რიგში დაასრულდა პირველი ეტაპი ხიარული ნოტების შარჟან არ ვიყავი და ძალიან მეწყინა უმაგრესი ბავშვები საერთოდ ბავშვები არიან ყოველთვის მაგრები მე ახლა რაც თქვი შეიძლება ვიღაცას ეწყინა მაგრამ ბავშვებს მიეცით თავისუფალი არჩევანი მიეცით თვითონ არჩიოს სიმღერა არჩიოს თვითონ ტანსაცმელი არჩიოს თვითონ ყველაფერი და იცხოვრო ლაღად არ არის საჭირო გართულება მეტი სიმარტივე რაც უფრო მარტივად ავართ მით უფრო ცხოვრება მშვენიარე წარმატებას უსურვებ ყველას ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთი კონკურსები ტარდება პირველ რიგში და მე ვისურვებდი რომ მონაწილეები ბავშვები რომლებიც სცენაზე გამოდიან მათ პირველ რიგში ყავდეთ ცოცხლად კონცერტმეისტერი რომელიც როიალთან დაჯდება და დაუკრავს პირველ რიგში ეს ამას ვისურვებდი და ვისურვებდი კიდევ იმას რომ ქართულ რეპერტუარზე იმუშავონ ძირითადად უცხოურიც კარგია რასაკვირველია მაგრამ პირველ რიგში ქართული და ყველაზე მთავარი ბავშვმა უნდა იმღეროს საბავშვო რეპერტუარი არ უნდა იმღეროს ბავშვმა რაღაცა დიდი მომღერლის სამღერი სიყვარულზე და რაღაცა ესეთ რაღაცებზე ბავშვმა უნდა იმღეროს ბავშვური ზოგადი შთაბეჭდილება როგორია მე ვუსურვებ მათ დიდ წარმატებებს. ერთადერთი ეს შემიძლია თქვა, რამოდენიმე ბავშვი გამოვყავი, რომელსაც ცოტა მეტი ქულა დაუწერე და აი ის იყო ჩემთვის უფრო უკეთესი. ეხლა გვარები არ მახსოვს, მაგრამ არიან, მადლობა ღმერთს არიან კარგები და ყველაფერს კარგს ვუსურვებ მათ. გაითვალისწინონ ეს ყველაფერი.
ესე იგი დასრულდა პირველი ეტაპი კონკურსი, საბავშვო კონკურსი მხიარული ნოტების. ძალიან კარგი ნაკადი იყო. საშუალო ჯგუფისთვის ვემზადებით ახლა და უფროსი ჯგუფი იქნება კიდევ და დარწმუნებული როგორც ყოველ წელიწადს უკვე მრავალი წელი ალბათ 20-25 წელი ეტარდება ეს კონკურსი. არაჩვეულებრივი თაობა მოდის, კარგი ბავშვები და დარწმუნებული ვარ დღესაც კარგი ბავშვებს მოვისმენთ. ლამაზი დღეა. მოგესალმებით ყველას. შეხედეთ როგორი კარგი ამინდი გამოვიდა, იმიტომ რომ კონკურსზე მხიარული ნოტები, ბავშვები მხიარულები და ბედნიერები იყვნენ. აი ჩვენ ახლა ზუსტად შევესწარით უმცროსი ასაკის ბავშვების გამოსვლას. აი არ შეიძლება არ უყურო და არ იგრძნო თავი ბედნიერად, რომ ასეთი მომავალი თაობა ეზრდება საქართველოს. ზუსტად ვიცი რომ ეს ბავშვები გააკვლევენ მსოფლიოს. ოღონდ აუცილებლად ისევ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან. მიხარია, ბედნიერი ვარ, არ არსებობს. ჩვენ ისეთი პატარა ერი ვართ, რომ ჩემი და შენი შვილი არ არსებობს. ბედნიერი ვარ თითოეული ამ ბავშვის წარმატებით. ახლა ვაგრძელებთ კონკურსს, იქნება საშუალო უფროსი ასაკი და მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს ვეტყვი, გაუმარჯოს ჩვენ ქვეყანას და გაუმარჯოს საქართველოს მომავალს. Just you, it's nobody else but you.
You're so very special. Yeah, I wish I was special, but I'm not pretty. Ooh, you said I'm a werewolf. What the hell am I doing here? You
მესამე ადგილი. ერეკლე ბეჟიაშვილი. გიორგი ამოდით ბავშვებო, ერეკლე ბეჟიაშვილი, გიორგი ლოგაძე. ტასო მღებრიშვილი. ანასტასია გიორგაძე. ქეთა ჯიბუ. ვისაც ვაცხადებ დამოდი ბავშვი. ბარბარე თვალიაშვილი. ანასტასია ჩერკეზიშვილი. ლიკა კახნიაშვილი. ტაში დაუყრათ ბავშვი. ნინი ხარივებაშვილი. და ჟიურის სიმპათია და ასევე მესამე ადგილი ნინი ცეცხლაძე. ნინი იყო ჩვენი ძალიან დიდი სიმპათია. მეორე ადგილი თანთა ჩიტიძე. მარიამ ჯარიაშვილი. მარიამ ივანიძე. მარიამ ესაიაშვილი. მარიამ საბაშვილი. პირველი ადგილი გებრიშვილი. ნუცა სადაღაშვილი. მართა გაბუნია. მართა გაბუნია. სესილი ცილედიძე. ნიტა პეტრიაშვილი. მარიტა კაპანაძე. სადაღაშვილი ნუცა. არიშვილი მარიამი. გრან-პრი გაიღო ორ ადამიანს, ორ არაჩვეულებრივ ბავშვს შორის. ეს არის ნასხიდაშვილი. ხოშტანია ლილე. გრან-პრი. საშუალო ასაკი. მესამე ადგილის დიპლომები არ მოყვა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ და ქაბატონი წაია გააგზავნეს. მესამე ადგილი გიორგი ბეჟოშვილი საგარეჯო, მათე ესაიაშვილი, თეკლა ხიზანიშვილი და ბეკა გიგაუზი. ამოდით ბავშვებო და დიპლომები ვერ მიიღეს. მეორე ადგილი ყობა საბაშვილი. რუსა ჩახსელიანი. ნისა ტასიძე. ანასტასია არჩვაძე. ბარბარე დალაკიშვილი. ქეთა გორგაძე. პირველი ადგილი ერენე მამალაძე. მარიამ ციკლაუ. ერენე მარიამ ციკლაუ.
მათე გრძელიშვილი და გრან-პრი პირველი ადგილი ნიკოლოზ მიქია. ახლა კი უფროსი ასაკის თინეიჯერები. მესამე ადგილი სალომე ბერიძე, მარიამ ბერიანიძე. მეორე ადგილი ანა ბაშარული, ნიკოლოზ მიქია. ანა ბაშარული. ქრისტინ თინიკაშ ელენე ხმიადაშვილი. ნანიკო კოხტაშვილი. აი ნანიკო. ნინი ასკარუნაშვილი. პირველი ადგილი ნინი ხაფავა. ნიდა ზაველი. ანასტასია კამლაძე. ზაველი. ანასტასია კამლაძე. ბარბარე ქორჩაშვილი. მარიამ მარხვაშვილი. ანა მამელაშვილი. და გრან-პრი დიდებში ანი გაგნიაშვილი. რის გამო? ხო აი თავარი ეს არის რის გამო, იმიტომ რომ აბსოლუტურად დაჯამდა ქულები და შემდგომ დამატებული ქულების გამო და როდესაც მან გათიშულზე იმღერა ისე, რომ შეიძლება ზრდას და პროფესიონალურ მომღერასაც ვერ გაეკეთებინა და გაუჭირდებოდა. ამიტომ დაუკრა ტაში განსაკუთრებით ალი. და ლიზა სოლომიშვილი. მესამე ადგილი უკვე ანსამბლებში და დუეტებში. დუეტი ლოლაძე და კვერაშვილი. მეორე ადგილი ტრიო ბგერების სამყაროში. მესამე ადგილი დუეტი ბგერების სამყაროში. პირველი ადგილი ნინი და ლიზი როსტიაშვილები. კვარტეტი კამერტონი. გრან-პრი გოგონათა ვოკალური ჯგუფი. ნებისმიერი რამ ცხოვრებაში იწყება აღწევს კულმინაცია და მთავრდება. დღევანდელი ჩვენი კონკურსი დამთავრდა. ძალიან მეტნიერი ვარ, რომ ასეთი ბავშვები იზრდებიან საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო ქალბატონ საიაყიფიანს ამ არაჩვეულებრივი კონკურსის დამფუძნებელს, ჟიურის თითოეულ წევრს, შალვას, რომელიც ასე გვემსახურებოდა. ვარსკვლავებს, ჩემს ბერსოს, ჩუბინიძეს გადავუხადო მადლობა პოსტივის, სადაც ჩვენ გვექნება გამოსვლა დღევანდელი კონკურსის შესახებ და ყველაზე განსაკუთრებული მადლობა და ხუხარი აპლოდისმენტები დათო გეგელაშვილს. აი ძალიან მიხარია და აი ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ გრან-პრი მეგა ბოლოდინი თუ ქონდა
არც ისე. არა და ესე დიახ, ესე იგი ემოციურად დიახ. გაყოფილი. ძალიან. მომავალში რა გეგმები გაქვს? არ ვიცი. კიდე გამოსვლა კონკურსებზე. რა თქმა უნდა. მადლობა პირველ რიგში ამ კონკურსის დამაარსებელს პროსტორად ცაია ყიფიანს. მადლობა ყველა თითოეულ ჟიურის წევრს და ძალიან მიხარია გრან-პრი რო ავიღე, აი ძალიან გახარებული. გამარჯვების. მოლოდი. კი, რა თქმა უნდა. მომავალში რა გეგმები გაქვს? მივიღებ რა თქმა უნდა ყველანაირ კონკურს ფესტივალში მონაწილეობას. შემდეგ წლიდან ვერ ვივლი, იმიტომ რომ აბიტურიენტი ვხდები, მაგრამ ყველანაირად ყველა კონკურს ფესტივალში ამ წელს მივიღებ მონაწილეობას და მადლობა ყველას დიდი რომ ანუ აპირებ კონკურსებში მუსიკალურში მონაწილეობას და კარიერის გაგრძელებას. კი, 10 მაისსაც არის კონკურსი, სოფობედიას კონკურსი. 50 კაცში მოვხვდი და ვაპირებ კი ამ კონკურსის მონაწილეობას.